მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე განხილვაში მინდა შემოგთავაზოთ მორიგი 10 ტესტური დავალება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მიმართულებით სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჩვენ აღნიშნულ მიმართულებაზე 3 ვიდეო განხილვა უკვე ჩაწერილი გვაქვს, ანუ 30 ტესტური დავალება უკვე დამუშავებული გვაქვს და შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე. ამჯერად პრინციპი გამოყენებული გვაქვს იგივე მიმდინარე ვიდეოშიც, კერძოდ პირველი 5 ტესტური დავალება, უпростоრად პირველი 4 ტესტური დავალება შედგენილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსიდან. მორიგი 4 ტესტური დავალება დამუშავებული არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, ხოლო დამატებითი ბოლო 2 ტესტური დავალება იმ საკანონმდებლო აქტებიდან, რომელიც გათვალისწინებულია მიმდინარე საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო პროგრამით. დავიწყოთ 31 ტესტურ დავალებაზე მუშაობა. 2025 წლის 5 თებერვალს მცირე კიძემ ქორწინების მიზნით თ აბრამიშვილი გაიტაცა და მეგობრის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა. 2 დღის განმავლობაში აბრამიშვილი უარს აცხადებდა მცირე კიძესთან ქორწინებაზე. 8 თებერვალს მან თანხმობა განაცხადა ქორწინებაზე, თუმცა სახლის გარეთ გასვლისა და ტელეფონით სარგებლობის უფლება კვლავ არ ჰქონდა. 10 თებერვალს აბრამიშვილმა ისარგებლა მცირე კიძისა და სახლის მეპატრონის ალკოჰოლური თრობის მდგომარეობით, ფარულად ტელეფონი აიღო და ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ აცნობა. ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. 2025 წლის 11 თებერვალს მცირე კიძე დააკავეს, ხოლო აბრამიშვილი საკუთარ ოჯახში დააბრუნეს. კითხვა არის დასმული, რომელ თებერვალს არის დანაშაული დამთავრებული. A ვარიანტია დანაშაული დამთავრებულია 5 თებერვალს, B ვარიანტია დანაშაული დამთავრებულია 8 თებერვალს, G ვარიანტია დანაშაული დამთავრებულია 10 თებერვალს და D ვარიანტია დანაშაული დამთავრებულია 11 თებერვალს. ეხლა სანამ თეორიულ ნაწილზე გადავალთ, ამოხსნისა პირველ რიგში მსგავსი ტიპის ტესტებში რაც უნდა დავაკვირდეთ, ეს არის თარიღები. ხედავთ, რომ 4 თარიღი გვაქვს შემოთავაზებული ტესტებში, ხო? ეს არის 5 თებერვალი, ეს არის 8 თებერვალი, 10 და 11 თებერვალი. ეხლა რასთან გვაქვს ჩვენ მოცემულ 31 ტესტურ დავალებაში საქმე? ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ დენად დანაშაულზე, რომელიც მოცემული გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლში. დენადი არის სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ ხორციელდება უწყვეტად. იურიდიულ ლიტერატურაში დენად დანაშაულს მყოვარ დანაშაულს უწოდებენ. დენადი დანაშაულის თავისებურება, კოლეგებო, მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედებით ან უმოქმედობით განხორციელებული განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა უბრალოდ კი არ გრძელდება დროში, არამედ განუწყვეტლივ ხორციელდება, ანუ მხატვრულად რო ვთქვათ, მდინარესავით მიედინება, ხო, აი დენადობა ახასიათებს. დანაშაულის დაწყებიდან დამთავრებამდე მისი ამსრულებელი სუბიექტი განუწყვეტლივ იმყოფება მისი ჩადენის მდგომარეობაში. იგი განუწყვეტლივ არღვევს სისხლის სამართლის ამა თუ იმ ნორმას. რაც შეეხება დამთავრების მომენტს, რაც ჩვენ მოცემულ ტესტურ დავალებაში სწორ პასუხთან მიგვიყვანს, დენადი დანაშაული დამთავრებული არის ქმედების შეწყვეტის მომენტიდან, რაც პირდაპირ გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლიდან. შესაბამისად, აქ ჩვენ სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, 11 თებერვალი, როდესაც დასრულდა თავისუფლების აღკვეთა, უკანონო აღკვეთა. ეხლა ხედავთ, ხო, რომ თითოეულ თარიღს რო დავაკვირდეთ, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას. თავისუფლების აღკვეთა დაიწყო 5 თებერვალს, როდესაც გაიტაცეს ქორწინების მიზნით, ასე რომ თქვა, თავისუფლება აღუკვეთეს აბრამიშვილს და შემდგომ ხორციელდებოდა 11 თებერვლამდე. 10 თებერვალს მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლმა შეძლო ოჯახის წევრებთან კავშირზე გასვლა, ფარულად დაუფლებული ტელეფონის მეშვეობით, არაფერს არ ცვლის ეს, არაფერი არ შეცვლილა ამ მდგომარეობით და იქამდე სანამ პოლიცია არ აღკვეთა დანაშაული და დაზარალებული არ გაათავისუფლა და ოჯახში არ დააბრუნა, დანაშაული დამთავრებულად არ შეიძლება რომ ჩაითვალოს. ანუ მასზე თავისუფლების აღკვეთის ამსრულებლებს კვლავ კონტროლი ჰქონდათ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ის სახლიდან ვერ გამოვიდა, უბრალოდ ტელეფონის აღება მოახერხა, შეტყობინება და სწორედ ამის შემდეგ მოხდა დანაშაულის აღკვეთა.
მოკლედ აქ რომ მარტივად რომ ვთქვათ, პასუხი გვექნება სწორი D ვარიანტი. გადავიდეთ 32 ტესტური დავალების განხილვაზე, რომელიც სასჯელების ნაწილიდან მაქვს შედგენილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განაჩენით გ-არჩვაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას ძირითად სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 6 თვის თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატების სასჯელად გამასწორებელი სამუშაო 4 თვის ვადით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. კითხვა არის დასმული, კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. A ვარიანტია არა, რადგან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნა უკანონოა. B ვარიანტია არა, რადგან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ჯარიმის დანიშვნა უკანონოა. G ვარიანტია არა, რადგან გამასწორებელ სამუშაოსთან ერთად ჯარიმის დანიშვნა უკანონოა და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა მეგობრებო, აქ მარტივად უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვაქვს A ვარიანტი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამასწორებელი სამუშაო და თავისუფლების ვადიანი აღკვეთა არის ძირითადი სასჯელები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატების სასჯელად. ამავე მუხლის მეორე პრიმა ნაწილის თანახმად, მიხედვით, ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ერთდროულად 2 ან მეტი ძირითადი სასჯელის დანიშვნა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უკანონოა, რადგან, როგორც კი აღვნიშნეთ, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნა არის უკანონო. გადავიდეთ მორიგ 33 ტესტური დავალების განხილვაზე, რომელიც შევადგინეს სისხლის სამართლის კერძო ერთი ნაწილიდან. მობოლქვაძე შეყვარებულისგან დაორსულდა, რომელმაც მოატყუა და დაჰპირდა, რომ ცოლად შეირთავდა. მან აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიმართა, რადგან შეეშინდა თავის ოჯახის წევრებს აღნიშნული შესახებ არ გაეგოთ. 2025 წლის 30 სექტემბერს ორსულობის მე-9 თვეს იგი პირველი სართულის აივნიდან განზრახ გადმოხდა იმ იმედით, რომ ვითომ და უბედური შემთხვევის შედეგად ნაყოფი დაიღუპებოდა. მართლას დავარდნის შედეგად მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ექიმებმა დედის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ჩვილი სხეულიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. შეაფასეთ ბოლქვაძის ქმედება. A ვარიანტია ბოლქვაძე პასუხს აგებს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისათვის, B ვარიანტია ბოლქვაძე პასუხს აგებს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, G ვარიანტია ბოლქვაძე პასუხს აგებს უკანონო აბორტისათვის და D ვარიანტია ბოლქვაძის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მოცემულ კაზუსში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ორ დანაშაულზე. ეს არის 112 მუხლი და 33 მუხლები. როგორც მოგეხსენებათ, 112 მუხლი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას შემომსუბუქებულ გარემოებაში მკვლელობისათვის, კერძოდ დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისათვის. რაც შეეხება 133 მუხლს, იგი დასჯადად აცხადებს უკანონო აბორტს. მოდით პირველ რიგში ჩვენ განვიხილოთ უკანონო აბორტის შემადგენლობა. ზოგადად, ცნობისათვის რომ იცოდეთ, საქართველოში აბორტის გაკეთება ლეგალიზებული არის 1955 წლიდან. თუმცა იგი უკანონო ხდება იმ მომენტიდან, როდესაც იგი განხორციელდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. აბორტი დასრულებული არის იმ მომენტის დადგომისთანავე, როდესაც მოხდება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, ანუ დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის მომენტიდან. ჩვენს კაზუსში რადიკალურად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. რეალობა არის ის, რომ მეცნიერთა უმრავლესობა თვლის იმას, რომ მშობიარობა თუ არ არის დაწყებული, სახეზეა ნაყოფის მოსპობა და არა მკვლელობა. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა დედას აბორტის ამსრულებლად და არც თანამონაწილედ ამ შემთხვევაში დამხმარედ არ განიხილავს, არც ორგანიზატორად, არც წამქეზებლად. შესაბამისად, დედას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საკუთარ სხეულზე ზემოქმედებისათვის, რასაც თუნდაც შეიძლება შედეგად დღე-დღეზე დასაბადებელი ნაყოფის სიცოცხლე ემსხვერპლოს. ამრიგად, ამ ეტაპზე ჩვენ G ვარიანტით ცალსახად გამოგვერიცხება,
უკანონო აბორტის შემადგენლობა, რადგან თქვით, რომ მარტო ერთი არგუმენტის თვითკმარი არის ამისათვის, რომ დედა არ არის აბორტის ამსრულებელი და არც თანამონაწილე. რაც შეეხება დედის მიერ ახალშობილის განზრახკოლობას და განზრახკოლების მცდელობას, რაც A და B ვარიანტებში გვაქვს ესეთი სიტუაცია, ნახეთ. დედის მიერ ახალშობილის განზრახკოლობა და განზრახკოლების მცდელობა, 19-112 მუხლი და ზოგადად 112 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას მკვლელობის ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული შემადგენლობისათვის. სხვაგვარად რო ვთქვათ, მკვლელობის შემამსუბუქებელი გარემოებებში ჩადენილი, უпростоროდ შემამსუბუქ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის, ხო? იმისათვის, რომ დედას მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა შეუმსუბუქდეს, იგი ჩადენილი უნდა იყოს მშობიარობის პროცესში, ან უმალვე, როცა მშობიარობა დასრულდება. ასე დროს დედა არის შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ასე რომ ვთქვათ, და სწორედ ამის გამო მისი პასუხისმგებლობის ხარისხი კლებულობს. ჩვენს კაზუსში ვხედავთ, რომ მშობიარობის დაწყებასაც კი არა აქვს ადგილი, ხო, საერთოდ მშობიარობაზე საუბარია ადრევე, არამედ მუცლად მყოფი არის ნაყოფი. ამრიგად 112 მუხლზე მსჯელობა საერთოდ არ გამოგვადგება მოცემულ შემთხვევაში. და რა გვჩება ახლა? გვჩება ის, რომ თქვით, რომ G ვარიანტი გამოგვერიცხება, თქვით, რომ 112 მუხლი არ გვაქვს, ამიტომ A და B ვარიანტებიც ავტომატურად გამოგვერიცხება და გვჩება ის, რომ ბოლქვაძის ქმედება საერთოდ დანაშაულის ნიშის არ შეიცავს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, როდესაც დედა საკუთარ ჯანმრთელობაზე ახდენს ზემოქმედებას და მას შორის მიზნად ისახავს მუცლად მყოფი ნაყოფის სიცოცხლის ხელყოფას, იგი პასუხისმგებლობას სისხლის სამართლებრივად არ აგებს. ამიტომ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით მას ვერ დავაკისრებთ ვერანაირ პასუხისმგებლობას. ამრიგად ჩვენ ვიტყვით, რომ მოცემულ 33 ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვაქვს D ვარიანტი. გადავიდეთ, მეგობრებო, 34 ტესტურ დავალებაზე, რომელიც შევადგინე კერძო ორი ნაწილიდან, კერძო საკუთრების მართულ დანაშაულზე მოგვიწევს საუბარი და ეს 34 ტესტურ დავალება მინდა რომ კარგად გავიაროთ ძალიან დეტალურად, იმიტომ რომ მოგვიწევს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა, რაც ქურდობის ნაწილში ძალიან კარგად გაგიღრმავებთ თქვენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ასევე თავშივე გეტყვით, რომ ვიმსჯელებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც იურიდიულ ლიტერატურაში დღესდღეობით განხილული არ არის და ამაზე უკვე წლებია სასამართლო პრაქტიკა ერთხაზოვანი არის. ანუ სასამართლო პრაქტიკა კონკრეტული მიმართულებით მიდის, ამ კვალიფიკაციას აძლევს, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში რაც ისწავლება უნივერსიტეტებში, ამ საკითხზე ჯერჯერობით აქცენტები გაკეთებული არ არის. ხა წავიკითხავ და მიხვდებით რაზე არის საუბარი. 2025 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 21 საათსა და 54 წუთზე უხარაბაძე ფარულად დაეუფლა თბილისში ვარკეთილის დასახლებაში კორპუსი ნომერი 4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მგოგოხიას სარგებლობაში არსებულ მერსედესის მარკის ავტომანქანის ემბლემას და შეინახა მის სარგებლობაში არსებული მოპედის ქარხნულ სათავსოში. მართლწინააღმდეგო მოქმედების შედეგად გოგოხიას მიადგა 650 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ უხარაბაძე ნასამართლევი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და სასჯელ ახსნილების დაწესებულება 1 თვის დატოვებული აქვს. კითხვა არის, როგორ დაკვალიფიცირდება ხარაბაძის ქმედება. A ვარიანტია ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, B ვარიანტია ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, G ვარიანტია ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სხვისი ნივთის განზრახთა ზიანება და D ვარიანტია ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია არაერთგზის სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ეხლა სანამ ამ მოხსნაზე გადავალ, პირველი რამზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამოხვილო არის მნიშვნელოვანი ზიანი, ხო, ნახეთ, უბრალოდ რის თქმა მინდა. 4-ვე ვარიანტში გვაქვს მნიშვნელოვანი ზიანის საკითხი. ანუ მაგალითად, A ვარიანტი გარკვეულწილად სწორი ვარიანტი არის. B ვარიანტის გარკვეულწილად სწორი ვარიანტი არის. ანუ რის თქმა მინდა, რომ კონკრეტიკა აკლია, ხო, რაღაც ვარიანტებს, ანუ შედარებით ზოგადი არის A ვარიანტი, რადგან მხოლოდ ერთი დამამძიმებელი გარემოება არის,
B ვარიანტში ორი დამამძებელი გარემოებაა, G ვარიანტში დანაშაულის ერთობლიობაა საერთოდ და D ვარიანტში სამი დამამძებელი გარემოება არის. ანუ ასეთი ტიპის ტესტებში თქვენ უნდა ეძებოთ პასუხი და გამომცდელი სწორ პასუხად ჩათვლის იმ პასუხს, რომელშიც მეტი დამამძებელი გარემოება გამოკვეთეთ თქვენ. ანუ ის არგუმენტი, რომ ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხომ არის ერთ-ერთი სწორი პასუხი არ არის მისაღები, იმიტომ რომ სხვა ვარიანტებში მეტი კონკრეტიკაა შემოთავაზებული და მსგავსი ფორმატის ტესტებში, სადაც მეტად არის ჩაშლილი დამამძებელი გარემოებები, მეტად არის მოცემული, იმაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეხლა ჩვენი მსჯელობის საგანი მოცემულ ტესტურ დავალებაში თავისთავად არის 177 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს არის ქურდობა და მისი მაკვალიფიცირებელი ეგრეთ წოდებული დამამძებელი გარემოებები. ზოგადად გავიხსენოთ, რომ ქურდობას ახასიათებს რამდენიმე ნიშანი, ხო ეს ნიშნები რა არის, ჩამოვთვალოთ. ეს არის, რომ სხვისი უნდა იყოს ნივთი, ნივთი უნდა იყოს მოძრავი, დაუფლება უნდა მოხდეს ფარულად და აუცილებლად გვჭირდება სუბიექტური მხარე, მარცხაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი უნდა მომოძრავებდეს. პირველ რიგში ვიმსჯელოთ ისეთ დამამძებელ გარემოებაზე, როგორიცაა რამას მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რადგან როგორც უკვე აღნიშნეთ და ვხედავთ, ეს ნიშანი ყველა სავარაუდო პასუხში გვაქვს დამატებული. რაც აბსოლუტურად სწორი არის, რადგან 177 მუხლის შენიშვნის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში ზიანი მნიშვნელოვნად ფასდება, თუ ნივთის ან ნივთების ღირებულება არის 150 ლარ ზევით. კაზუსიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ დაუფლებული ავტომანქანის ემბლემის ღირებულება არის 650 ლარი, შესაბამისად ეს ნიშანი უპირობო სახეზე გვაქვს. ეხლა შევაფასოთ ისეთი ნიშნები, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, როგორიც არის არაერთგზისობა და ასევე ვიმსჯელოთ ცალკე აღებულ დანაშაულზე სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაზე ან განადგურებაზე. როგორც ხედავთ, G ვარიანტი დანაშაულთა ერთობლიობას გვთავაზობს, რადგან საუბარი გვაქვს როგორც ქურდობაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაზე. ეხლა იმისათვის, რომ ადამიანს სისხლისამართლის კოდექსის 197 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მის მიერ სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა უნდა მოყვეს. ამ შემთხვევაში ისე უნდა დავესესხოთ ქურდობის მუხლის შენიშვნას, აი 177 მუხლის შენიშვნას, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში შემავალი შემადგენლობებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ათვლის წერტილი გვაქვს ნივთის ან ნივთების ღირებულება 150 ლარ ზევით. ანუ 150 ლარს უნდა აჭარბებდეს. ცალკე აღებული 150 ლარის ზიანი ამ დამამძებელ გარემოებას და ამ დანაშაულს ვერ მოგცემს საერთოდ, არამედ არითმეტიკულად, აი უხეშად რო ვთქვათ, მასზე უნდა იყოს თუნდაც 1/11, ანუ 150 ლარი და 1/11 ზიანი უნდა დაადგინოს შესაბამისმა ექსპერტიზამ. ну სასაქონლო ექსპერტიზამ პირობითად, ხო? ამას ცალკე დამოუკიდებლად გამომძებელი თვითონ ვერ შეაფასებს, ვერც პროკურორი, ვერც ადვოკატი, ამას ჭირდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დადებს დასკვნას დაარსებული ზიანის ოდენობის შესახებ. ეხლა კაზუსიდან არ ჩანს, რომ ხარაბაძემ რა ხერხის გამოყენებით მოახერხა მანქანის ემბლემის დაუფლებას. საუბარი რაზე მაქვს ნახეთ, თუ როგორ შეძლო მან მანქანის პირობითად ავიღოთ ძრავის ხუფიდან. ძრავის ხუფი არის ეგრეთ წოდებული კაპოტს, რომ ეძახიან მისი ქართული განმარტება და სამართლებრივი განმარტება კანონმდებლობაში არის ძრავის ხუფი. თუ ჩვენ ახლა კაზუსში გვექნებოდა ისეთი მითითება, ან ისეთი შემადგენლობა, რომ მაგალითად გამოიყენა ძალაყინი ან რაიმე მექანიკური ზემოქმედების საშუალება და ამან დააზიანა ცალკე მანქანის ნაწილი, მაგალითად თვითონ ძრავის ხუფი დააზიანა, საღებავი ატყდა, დაიკაწრა, დაიღუნა და ასე შემდეგ. და აი ეს ზარალი მიყენებული 150 ლარს თუ აღემატებოდა, ცხადია ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია გვექნებოდა დანაშაულთა ერთობლიობით და ყველა ვარიანტში სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გვექნებოდა სახეზე. მაგრამ ჩვენ მოცემულ ფაბულაში მსგავსი მითითება არ გვაქვს. ამიტომ ესეთ შემთხვევებში ხშირად უშვებენ შეცდომას სტუდენტები, როდესაც რაღაც დაშვებებს აკეთებენ გონებაში, რაღაც ვარიანტებს დაშვებებს აკეთებენ, აბა ისე როგორ შეძლებდა რომ არ დაეზიანებინა, ხელით ხო ვერ მოხსნიდა მარტივად. კი, არის ამაში ლოგიკა, მაგრამ ჩვენ კაზუსიდან უნდა ამოვიდეთ და არა რაღაც დაშვებებიდან რა. ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ კაზუსის ფაბულის ფარგლებში. ვინაიდან ვთქვით, რომ არ ჩანს კაზუსიდან რა დაზიანება მიადგა
მანქანის მესაკუთრეს ემბლემის მოხსნის შედეგად და არც ის ჩანს თუ რაოდენობისაა საერთოდ ეს მიყენებული ზიანი, ჩვენ რა თქმა უნდა გევარიანტზე უნდა მივიჩნიოთ არასწორ ვარიანტად და მსჯელობა უნდა განვაგრძოთ, ხო? ეხლა რაც შეეხება ქურდობის ისეთ მნიშვნელოვან დამამძიმებელ გარემოებას, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობა. ამაში მოიაზრება პირველ რიგში თვითონ სატრანსპორტო საშუალების დაუფლება, მანქანას როცა ეუფლები, როდესაც მოტოციკლს ეუფლები და ასე შემდეგ. ასევე ამაში მოიაზრება გზავრობისათვის აუცილებელი ქარხნული ნივთი, რომელიც არის მნიშვნელოვანი აუცილებელი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისათვის. მაგალითად, სარკე, მაგნიტოფონი, კატალიზატორი, თანამედროვე პერიოდში, როცა პოპულარული ხდება უფრო და უფრო, ასევე ელექტრომობილის ელექტრობატარეები, ელექტრომანქანის დამტენი სადენი მაგალითად და ასე შემდეგ. ეხლა ნივთი, რომელსაც პირი ეუფლება, რა თქმა უნდა, ერთჯერადი გამოყენების არ უნდა იყოს. ეხლა საწვავის ქურდობა არის პრობლემური საკითხი, აი როდესაც ავზიდან საწვავს იღებს ქურდი, ხო? ასეთ შემთხვევაში გაბატონებული შეხედულებით ამ დამამძიმებელ გარემოებას ადგილი არ აქვს ახეს, თუმცა სასამართლო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს დამამძიმებელი გარემოება წაუყენებიათ. მაგრამ მაინც სწორი აზრი მიდის იქითკენ, რომ ვინაიდან ერთჯერადი გამოყენების არის, ანუ ის დაიწვება ზრავა გამოიყენებს მას და აღარ იარსებებს, ერთჯერადი გამოყენების ხასიათის არის, ამ შემადგენლობას არ უნდა გვაძლევდეს როგორც წესი. ასევე არ გვექნება დამამძიმებელი გარემოება სახეზე თუ მანქანაზე დამატებული არის გარეგნული ერის მისაღებად სხვადასხვა ნივთები, ხო? აი მაგალითად დამატებული არის რაღაც ხელოვნური ანტენა პირობითად. ესაც არ მოგცემს ამ შემადგენლობას. ეხლა საკითხი მის შესახებ ავტომობილის ემბლემა იძლევა თუ არა ამ ემბლემის დაუფლება იძლევა თუ არა ამ დამამძიმებელ გარემოებას ქურდობისა. იურიდიულ ლიტერატურაში ღიად არის დატოვებული, თუმცა ბოლო დროს განვითარებული სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკის მიხედვით, თუ პირი ფარულად ან ნებისმიერი სხვა ფორმით დაეუფლება ავტომანქანის ემბლემას, ქმედების შემადგენლობა მძინდება ისეთი ნიშნით, რა თქმა უნდა, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ამას ემატება ისიც, რაც უკვე აღვნიშნეთ, მეგობრებო, რომ ემბლემა ერთჯერადი გამოყენების არ არის. ეს თვითონ ავტომობილის ქარხნული ნაწილი არის, ხო? როგორც ხედავთ, ჩვენ ამ ეტაპისთვის ავარიანტი გამოგვერიცხა, რადგან თქვით, რომ ძალიან მწირი ვარიანტი, მწირე ინფორმაცია შეიცავს, ხო? მხოლოდ მნიშვნელოვან ზიანზე აქცენტი გაკეთებული, ამიტომ რატომღაც რაღაცა ვერ ჯდება მთლად სრულყოფილ კვალიფიკაციაში, ეს ამიტომ ეს უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ. და ასევე გამოგვერიცხება გევარიანტიც, დანაშაულის ერთობლიობის ვარიანტი, ქურდობა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რაც უკვე ვიმსჯელეთ, რატომაც გამოგვერიცხება, რადგან კაზუსი არ შეიცავს მითითებას აღნიშნულ დანაშაულის შემადგენლობის დასარწმუნებლად, ასე რომ ვთქვათ, და ეხლა უნდა ვიმსჯელოთ არაერთგზისობაზე, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს სწორპასუხამდე არაერთგზისობა. რატომ მიგვიყვანს, ხო? იმიტომ რომ ხედავთ, რომ ბევარიანტში გვაქვს ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დევარიანტი გვაქვს ასევე ეს დანაშაული არაერთგზის ჩადენილი. ანუ უფრო კიდე ვამძიმებთ. ამიტომ ეხლა არაერთგზისობა თუ გამოგვერიცხება, ვიტყვით, რომ არის ბევარიანტი, თუ ამავდროულად ვიტყვით, რომ არაერთგზის არის ჩადენილი ქურდობა, გვექნება დევარიანტი. სისხლისამართლის კოდექსის მე-15 მუხლი, რომელიც არაერთგზისობაზე გვესაუბრება საერთოდ, ამ მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ესეთ რამეს გვეუბნება, რომ არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლივი პირის მიერ სისხლისამართლის კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენასო. სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულიო მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულათო, თუ ამის შესახებ კოდექსის შესაბამის მუხლში გვექნება მითითებაო. კაზუსიდან ვარკვევთ, რომ ხარაბაძე ნასამართლევი ქურდობის ჩადენისათვის არ არის, ხო, რაღაც ფსიქოტროპული ნივთიერები მართ საწინააღმდეგო მიისაკუთრა. უბრალოდ შეიძლება გავიდეს ქურდობაში. ნასამართლევი არის, მაგრამ კონკრეტულად ცალკე აღებული ქურდობისთვის არ არის ნასამართლევი, იმიტომ რომ ამ დანაშაულს ცალკე კონკრეტული შემადგენლობა აქვს ნარკოტიკული დანაშაულების თავში. ნახეთ, რის თქმა მინდა 177 მუხლის შენიშვნა გვეუბნება ეს რაღაცა შენიშვნის მეორე ნაწილი, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არაერთგზისად ჩაგვეთვლება, თუ მას წინ უსწრებდა მთელი რიგი დანაშაულები. ჩამოთვლილი არის მუხლობრივად სათითაოდ ეს დანაშაულები, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორედ ის, რისთვისაც
გასამართლებული იყო ხარაბაძე, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვის წინ დატოვა საჯელახსოვრების დაწესებულება. საუბარი არის 264 მუხლზე, რომელიც ადგენს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის არის გასამართლებული. ამიტომ გვაქვს სახეზე არაერთგზის ქურდობის დამამძიმებელი გარემოებაც, ამრიგად ამ დანაშაულის ნასამართლივი პირის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაც გვაძლევს ამ დამამძიმებელ გარემოებას და აი სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, სადაც სრულად და მომწურავად არის მითითებული ყველა დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ, ქურდობა რამას მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვთქვით, რომ 150 ლარს ზემოთ არის ზიანი. ასევე გვაქვს სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რადგან ავტომანქანას ქარხულ ნაწილს დაეუფლა ემბლემას და გვაქვს არაერთგზისობა, რადგან მანამდე იყო ისეთ დანაშაულისთვის ნასამართლები, რომელიც 177 მუხლის მეორე ნაწილი შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად პირდაპირ გვაძლევს ქურდობის არაერთგზისობას მასზე ნასამართლივი პირის მიერ დანაშაულის ჩადენა. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ სისხლისამართლის საპროცესო ნაწილზე, საიდანაც ასევე გვექნება 4 ტესტური დავალების განხილვა. 34 ტესტი არის შემდეგი. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი მსჯელობაა სწორი. A ვარიანტია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. B ვარიანტია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 8-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. G ვარიანტია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე და D ვარიანტია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 12-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. აქ მარტივად გვაქვს საქმე, პირდაპირ ნორმა უნდა ვიცოდეთ ნორმის დისპოზიცია ზედმიწევნით. სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი, კერძოდ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 27 მუხლის მეორე ნაწილი გვიდგენს ამას. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე სხვების ვთქვათ, რომ ვიცოდეთ, 8-ზე ნაკლები არ უნდა იყოს მძიმე დანაშაულის კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, 10-ზე ნაკლები კი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. გადავიდეთ 36 ტესტური დავალების განხილვაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ ტრეფიკინგის ორგანიზების ფაქტზე. 2025 წლის 9 სექტემბერს გამომძიებელმა გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატარა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე სგაბისკირიას ბებიის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის ფარგლებშიც პორნოგრაფიული ხასიათის საგნები ამოიღო. ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის ბებიის ბინის ჩხრეკისათვის საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობა ან თხოვნა, რაც ბრალდების მხარემ საგამოძიებო მოქმედის ჩატარებამდე არ მოიპოვა. უნდა შევაფასოთ კანონიერია თუ არა სასამართლოს მიერ მითითებული საფუძველი. A ვარიანტია დიახ, რადგან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის ბებიის მიერ დაკავებულ შენობაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით. B ვარიანტია დიახ, რადგან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის ბებიის მიერ დაკავებულ შენობაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით. G ვარიანტია არა, რადგან მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე საჭირო არ იყო დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობა ან თხოვნა და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა ზოგადად სისხლისამართლის საპროცესო კანონმდებლობა შედარებით მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს მაშინ, როდესაც ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ამოღება ან და ჩხრეკა, ესეთი საგამოძიებო მოქმედებები.
კერძოდ რაზე მაქვს საუბარი? 122 მუხლის სისხლისამართლის საპროცესო კოდექსისა ამბობს ეს რამეს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ან და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით. როგორც კაზუსიდან ვხედავთ ახლა, ხო? ჩხრეკა და ამოღება ჩატარდა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის ბებიის სახლში. შესაბამისად, იმის დასადგენად საფუძვლიანია თუ არა სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტი, გასარკვევი გვაქვს ბებია არის თუ არა ოჯახის წევრი. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლში თავმოყრილი არის, ვიცით ჩვენ კარგად, ძირითადი ტერმინები და მათი განმარტებები. ამ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ოჯახის წევრი არის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი და მათთან მუდმივად მცხოვრები პირი. როგორც ხედავთ, ბებია ამ ჩამონათვალში არ გვაქვს, ამრიგად არ მოიაზრება ოჯახის წევრად, რის გამოც ბრალდების მხარეს აღარ უნდა ემოქმედა, რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტით, ხოლო თავის მხრივ სასამართლოს მიერ მითითებული საფუძველი არ შეესაბამება მოქმედ სისხლისამართლის საპროცესო კანონმდებლობას. ამასთან ხაზგასმით უნდა ვთქვათ ისიც, რომ კაზუსიდან არ იკვეთება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბებია დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე შვილიშვილის ოჯახის წევრი არის, რადგან მასთან მუდმივად ცხოვრობს, აი ეს ნიშანი არ გვაქვს, მუდმივად მცხოვრები პირადაც არ გადის და ამიტომ პირდაპირ მარტივად ვიტყვით, რომ სწორი პასუხი აქ უნდა გქონდეს G ვარიანტი, რადგან მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე საჭირო არ იყო დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობა ან თხოვნა. გადავიდეთ 37 ტესტურ დავალების განხილვაზე. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი დებულებაა სწორი. A ვარიანტია სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში დადგენილი სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. B ვარიანტია პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდგომ პროკურორს. G ვარიანტია თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლისამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, დაუყოვნებლივ ყოველგვარი მოქმედებების გარეშე პროკურორმა ქვემდებარეობის მიხედვით საქმე უნდა გადააგზავნოს და D ვარიანტია სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს ხდომის დარბაზში მყოფ პირის მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისგან დაცვის შესახებ. ეხლა მივყვეთ სათითაო დისპოზიციებს, ვარიანტებს, უფრო სწორად და ვნახოთ, რომელი მათგანია სწორი. A ვარიანტად გვაქვს დავინახეთ, რომ ხანდაზმულობის ვადაზე არისო დანაშაულის მიბმული დევნის ხანდაზმულობის ვადა სისხლისამართლებრივიო. ამასთან მიმართებით სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 103 მუხლი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამბობს ეს რამეს, რომ გამოძიება და არა სისხლისამართლებრივი დევნა დააკვირდით ამას, მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს შესაბამის დანაშაულისათვის საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის დადგენილი სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის. შესაბამისად, A ვარიანტი გვაქვს არასწორი, რადგან სისხლისამართლებრივი დევნა კი არ მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, არამედ გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში. რაც შეეხება B ვარიანტს, ამასთან მიმართებით უნდა ვთქვათ, რომ საპროცესო კოდექსის მიასე მუხლის თანახმად დაუყოვნებლივი ცნობის ვალდებულება გამოძიების დაწყებისას აქვს გამომძიებელს პროკურორთან და არა პროკურორს შემდგომ პროკურორთან. შესაბამისად, B ვარიანტიც არასწორი ვარიანტი გვაქვს. ეხლა საინტერესო არის ქვემდებარეობით გადაგზავნის საკითხიც, ხო? 102 მუხლის თანახმად თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთება, რომ სისხლისამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენცია არის, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით. ასე რომ ვთქვათ, ასე დროს უმოქმედობა და პირდაპირ გადაგზავნა, რა თქმა უნდა, არ ხდება, არამედ შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, როგორც შეიძლება იყოს ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება და ასე შემდეგ, და ამის შემდეგ გადაიგზავნოს ქვემდებარეობის წესის დასვით. ამრიგად, G ვარიანტიც არასწორი არის. გამორიცხვის მეთოდით რო წავედით, მივედით სწორ პასუხამდე D ვარიანტი გვექნება, თუმცა ვთქვათ, რატომ გვექნება D ვარიანტის სწორი პასუხი. პირდაპირ გვაქვს ამდგვარი ჩანაწერი სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის
104 მუხლის მეორე ნაწილში, რომლის თანახმად მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლოში განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთან და სასამართლოს ნომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა კი იწვევს, რა თქმა უნდა, სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ ვიტყვით, რომ აქ სწორი პასუხი გვექნება ჩვენ D ვარიანტი. გადავიდეთ დღევანდელი განხილვაში სისხლისამართლის საპროცესო კოდექსიდან შედგენილი ტესტის ბოლო ვარიანტზე 38 ტესტი არის შემდეგი. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩამოთვლითაგან რომელი არის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სტანდარტი. A ვარიანტია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, B ვარიანტია ალბათობის მაღალი სტანდარტი, G ვარიანტია გონივრული ეჭვმიღმა სტანდარტი და D ვარიანტია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებების სტანდარტი. ეხლა მესამე მუხლის მე-11 ნაწილი სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის საგვეუბნება, რომ დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემულ სისხლისამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაეესკუნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე სისხლისამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან დაახკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ამიტომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სტანდარტი, რა თქმა უნდა, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. ასევე ვთქვათ, თუ რისი სტანდარტია B, G და D ვარიანტები, B ვარიანტი ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი არის საქმის არსებითად გადაცემის სტანდარტი, ანუ წინა სასამართლოს თომის მოსამართლემ ეს სტანდარტი უნდა დაძლიოს, რომ გადასცეს საქმე არსებითად განსახილველად. G ვარიანტი არის გონივრული ეჭვმიღმა სტანდარტი, რომელიც განაჩენის გამოტანისას, გამომწყობებელი განაჩენის გამოტანისას არის მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, აი ამაში უნდა დარწმუნდეს, რომ გონივრული ეჭვმიღმა დადასტურდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება მეოთხე ვარიანტს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებითი სტანდარტი არის საპროცესო შეთანხმების სტანდარტი. ეს მნიშვნელოვანი სტანდარტი არის, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, როდესაც ხდება, არ ხდება მტკიცებულებების უშუალოდ ზეპირად და საჯაროდ გამოკვლევა, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტკიცებულებების გარეშე მოხდება პირის დანაშაული ცდობა, არამედ აი ეს მტკიცებულებების შეკრებილი რაც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს არსებითად მოსამართლე არ განიხილავს, მას გაივლის, რა თქმა უნდა, მოსამართლე დარწმუნდება, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვისაც კი, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე დადგეს განაჩენი და დამტკიცდეს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. მარტივად რო ვთქვათ, აქ როგორც უკვე აღინიშნა, სწორი პასუხი ექნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, ანუ A ვარიანტი. გადავიდეთ ახლა უკვე იმ ორ დარჩენილ ტესტზე, რომელიც შედგენილი გვაქვს იმ საკანონმდებლო აქტებიდან, რომელიც გათვალისწინებულია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო პროგრამით. 39 ტესტური დავალება არის საქართველოს კონსტიტუციიდან. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრება არის A ვარიანტია ხალხის ურყევინება, B ვარიანტია ხელისუფლების ურყევინება, G ვარიანტია საქართველოს მოქალაქეთა ურყევინება და D ვარიანტია აღმასრულებელი ხელისუფლების ურყევინება. აქ სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეთა ურყევინება, რომელიც პრეამბულა არის შემდეგნაირად, ხო, როგორც იწყება, ეხლა ბოლომდე რო აღარ გავიხსენო, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევინებაა. დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო და ასე შემდეგ. ანუ თავსართი აქვს ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ნებაა. ამიტომ ხალხის ურყევინება ვერ იქნება, აქ სწორი პასუხი ხალხში ყველა მოიაზრება. აქ არის საუბარი საქართველოს მოქალაქეთა ურყევნებაზე. ამიტომ როგორც აღვნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. და ბოლო მე-40 ტესტური დავალება შედგენილი არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან და ეს ტესტი შემთხვევით არ მაქვს მოტანილი. იყო ერთ-ერთ გამოცდაზე პირდაპირ აი ეს მოსული, ზუსტად რაც ახლა მე მაქვს ამოკრებილი, აი ესე იყო სიტყვით კითხო დასმული. კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი უნდა აღმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ხარისხიანი მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს
გაციფრულების დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აი სიტყვების თამაში არის, ასე რომ ვთქვათ, უნდა იცოდეთ რა ქვია ამ კანონს, ხო? აი ამაში რა მოიაზრება, ხო, ეს სიტყვით გეტყვით, ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდაქტი რა არის, ხო? ვიდეო ჯარიმა მაგალითად. ამას უშუალოდ ფიზიკური პირი არ ადგენს, ხო? აი ვიდეო ჯარიმა ჩავარდა პროგრამაში, თქვენ გამოგიჩნდათ, მოგივიდათ SMS შეტყობინება, შეხვედრით შესაბამის ვებგვერდზე გადაამოწმეთ, ელექტრონული ფორმით გამოიცა ინდაქტი დაჯარიმების შესახებ. ამიტომ აი ეს უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ეს საინტერესო კანონია სხვათა შორის. იქ არის ფორმა, ელექტრონული ხელმოწერის შტამპის წესი, შტრიხ-კოდი და ასე შემდეგ, ამისი რა არის მერე უნდა იყოს, ესეც არის და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ელექტრონული ფორმით გამოცემული ესა თუ ის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ამაზე არის მითითება სწორედ ამ კანონში. ამიტომ როგორც ხედავთ, სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. მიმდინარე ვიდეო განხილვის ფარგლებში სულ ეს 10 ტესტური დავალება იყო მეგობრებო, რაც თქვენთვის სურდა რომ შევმეთავაზებინა და განმეხილა. ძალიან მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე, მათ შორის მეილზეც, რომ მეტი ინტენსივობით და სიხშირით მოხდეს ვიდეოების დამუშავება და ჩაწერა. თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ფიზიკურად სწრაფ ტემპში ვიდეოების დამუშავებას ვერ ვახერხებ და საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა შევეცდები მაქსიმალურად, რომ აი გამოსდებამდე მეტი და მეტი ტესტური დავალების განხილვა შემოგთავაზოთ. დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს მურიგ საკვალიფიკაციო გამოცდებზე. ნახვამდის.